ვინ იყო და არის ჯეფრი ეპშტეინი, იმიტომ რომ მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ეს არის კრებითი სახელი, ანუ კრებითი ეპშტეინები, რომლებიც იყვნენ და არიან და სამწუხაროდ მომავალში საოცრებოდ იქნებიან. უბრალოდ ჯერ პირველ რიგში მინდა რომ ასე ვთქვათ, ერთგვარი გაფრთხილება გავაკეთო, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ნამდვილად არ უნდა უყუროთ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ საშინელი რაღაც სატანისტური, კანიბალისტური, პედოფილური ინფორმაციისთვის მზად არ ხართ. მინდა რომ ამ ადამიანებმა ამ ვიდეოს არ უყუროთ ამ ეტაპზე მაინც. და იმიტომ რომ ძირითადად ამ ვიდეოში საუბარი იქნება ეპშტეინის პიროვნებაზე თვითონ და ასე ვთქვათ ბიოგრაფიაზე. თუმცა რამდენიმე ისეთი ამბავიც იქნება აქ მოყოლილი და ნახსენები და ფაქტები იქნება აღნიშნული, რომელიც აი წარმოვიდგინეთ თქვენს ყველაზე რაღაც სუდ კოშმარში რაც შეიძლებოდა დაქსიზმრებოდა თან წარმოვიდგინეთ ის რომ კიდე მეასე ხარისხში აიყვანოთ ისეთი ერთი-ორი ინფორმაციის ხსენებაც მინდა ამ ვიდეოში. კარგი, რომ დავიწყოთ ახლა ვინ იყო ეს კაცი და ვინ არის მისი ფიგურა დღესაც დომინირებს და რაშია ჩართული რეალურად მთელი ასე ვთქვათ ელიტარული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ესენი არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან მომღერლები, ესენი არიან კინოვარსკვლავები, ასე ვთქვათ, რომლებიც რეალურად ჩართულნი არიან აი საშინელ რაღაც კულტში, დემონურ კულტში და აქვე აღნიშნოთ, რომ რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ადამიანს არ აქვს სადისტური მიდრეკილებები, ანუ არ არის აი ამ რაღაც კოლექტიური სადიზმით დაავადებული ადამიანები, ესენი არ არიან, რომლებსაც უბრალოდ საკუთარ მიდრეკილებებს კონტროლი ვერ გაუწიეს. არა, აქ არის მათი უდიდესი ნაწილი არის კონფორმისტები, რომლებსაც უბრალოდ შეეშინდათ და ხმის ამოღება ვერ გაბედეს და იმისთვის რომ დაერწმუნებინათ აი სატანისტური მიდრეკილებების და დემონური მიდრეკილებების მქონე ადამიანები, რომ ისინი არ გაიტარდნენ ამ ინფორმაციას. ერთხელ როდესაც მოხდნენ ისინი წვეულებაზე, ან მაგალითად როდესაც ნათელი გახდა, რომ მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას ჩადიოდა ეს ჯგუფი საკუთარ იგივე კუნძულებზე, იგივე ლოლიტას ექსპრესზე. ამის გამო ისინი თავადაც გახდნენ აი ამ საშინელების ნაწილები და გადაწყვიტეს რომ გადაწყვეტეს ხოლმე ეს ჯგუფი თავისთვის რომ აი მე მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი ერთი ადამიანი ვარ და თვითონაც აი ესე ვთქვათ საკუთარ თავს წირავს კონფორმიზმში და ხრება ამ თეასურათში და თავს იმით იმშვიდობს რომ გონია რომ რეალურად მას არ მეკითხება. ოკეი, რამდენიმე მონიშნა მაქვს გაკეთებული ამ ვიდეოში თვითონ შემდეგ ნაწილს გავაკეთებ, სადაც მსხვერპლებზე მექნება აქცენტი გაკეთებული და რამდენიმე სერიას კიდე გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ისტორიული წყაროები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, არაერთი, რომელიც მხოლოდ არ უკავშირდება ჰოლივუდს და მხოლოდ არ უკავშირდება ადმინისტრაციებს, ასევე მთელ სამყაროში ასეთი კოლექტიური დაჯგუფებები, რომლებიც არის. თუნდაც რა იყო იგივე დუბაის ფართები, ხო, ის საწყალი უკრაინელი გოგო, რაც გაუკეთეს რეალურად, რომ იპოვნეს შუა ქუჩაში ცვლილ დამტრეული და მთლიანად უსასტიკესი ფორმებით ნაწამები და არის ამაზე მოცემულობები, კიდევ ერთხელ გაფრთხილება, არის ამასთან დაკავშირებით მოცემულობები, რასაც უკეთებენ აი ამ ეგრეთ წოდებულ მსხვერპლებს, ეგრეთ წოდებულ კარტა მსხვერპლებს, ეგრეთ წოდებულ ნივთებად რომ ყავთ ნაქცევი გოგონების და ბიჭების, კიდებენ საკიძე და ნუ აი ყველანაირი სისასტიკით უსწორდებიან მათ. ეს არ ეხება მხოლოდ გოგონები არ არიან ხოლმე იქ როგორც წესი, ბიჭებიც არიან ძალიან ხშირად და ზოგადად მცირეწლოვანებს რაც შეეხება ბოლო სტატისტიკა არ მაქვს ნახი, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ ფიქსირდება რომ რეალურად პედოფილია თავისთავად გულისხმობს რომ მცირეწლოვანები არიან და სქესით უფრო მეტად ბიჭები ხდებიან ხოლმე სექსუალური გაუპატიურების მსხვერპლები ინდივიდუალურ შემთხვევებში, მაგრამ ესე კოლექტიურად უმეტესი მათგანი არის მცირეწლოვანი გოგონები, ხოლო რაც შეეხება კანიბალიზმის ნაწილს, როდესაც ისინი აღასრულებენ აი ამ სატანისტურ რიტუალებს, ამ შემთხვევაში უკვე ინფანტის ასაკს, ანუ ახალშობილი ბავშვის ასაკს უკვე ამ შემთხვევაში სქესის მნიშვნელობა აღეროს. ახლა როდესაც არის რაღაც გარკვეული კონკრეტული რიტუალები, გაფრთხილება კიდე ერთხელ რომ ასკროლეთ ეს ვიდეო თუ არ ხართ ამ ინფორმაციებისთვის მზად, არის დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც ახალშობილებს უჭრიან სასქესო ორგანოებს და იქიდან სვავენ სისხლს და კიდევ ერთი შემზარავი ინფორმაცია, რაც ამ კუნძულზე ხდებოდა და აი ამ კუნძულებზე ზოგადად ხდება და დამახასიათებელია აი ასეთი რაღაც ბაალისტური მოძრაობის რაც არის დამახასიათებელი, ეს არის სექსუალური ძალადობა ახალშობილებზე, რომლებსაც მხოლოდ წოვის ინსტინქტი აქვთ განვითარებული, იყო ესეთი მოსაზრება, რომ მოწოდება, ასე ვთქვათ, რომ მათთვის უნდა ჩაერთოთ დედის ხმა, იმიტომ რომ როგორც წესი დედები ამ ახალშობილი ბავშვებიც, ვისაც ჭამენ და ვისაც სექსუალურად აუპატიურებენ, ძალადობენ მათზე თვითონ იმ მსხვერპლი ქალების და გოგონების, ახალგაზრდა გოგონების 13-14 წლის გოგონების შვილები არიან, რომლებსაც იქვე იძალადეს და
იქვე გააჩენინეს ბავშვები. ოკეი, თვითონ ჯეფრი ეპშტეინის პიროვნებაზე რომ გადავიდეთ, ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია, როგორ მოხდა მისი, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა და მისი გავლენიან ფიგურებში მოხვედრა, იმიტომ რომ ის არ იყო არც განსაკუთრებით რაღაც ელიტარული ოჯახიდან, თუმცა რაღაც გავლენიან სკოლაში კი მოხდა მათემატიკის მასწავლებლად. თუმცა იქაც არასათანადო ქცევაში იყო შემჩნეული ახალგაზრდა სტუდენტებთან. მალევე ის გამოაგდეს ამ სკოლიდან, არაერთ ფინანსურ სქემაში იყო ის გამოაშკარავებული და ძალიან ბევრჯერ რამდენიმე საერთოდ თავიდან დაიწყო ცხოვრება და ბოლოს მივიდა იქამდე, სადაც მივიდა პირველი ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ იყო მიმართული, ეს იყო 90-იან წლებში, როდესაც ორ არასრულწლოვან დაზე მან სექსუალურად იძალა და თუმცა მოგვიანებით შეეცადა რომ მოესყიდა ისინი, თუმცა აქ იყო შანტაჟის ფაქტები. ერთ-ერთი გოგო, რომელიც მუშაობდა, ვიკი არის ამ გოგოს სახელი, რომელიც მუშაობდა აი ამ გაუპატიურებებზე, ვინც წერდა, მისი სახლის წინ იპოვეს მკვდარი კატა. ეს იყო ასე ვთქვათ მინიშნება, რომელიც მე ეს გოგო იხსენებდა, რომ იმდენად შეეშინდა. არ არის ახლა გასაკვირი ხო, ესეთ ამ კატეგორიის ადამიანებს რო უკავშირდები, ახლა ძალიან ბევრ შეეშინდებოდა და მაგრამ მეორე საქმე, რომელიც რეალურად ამოტიტვდება და რომლის გამოც რამდენიმე თვე მართლაც აკავებენ, ეს არის Palm Beach-ზე, მას ჰქონდა შეძენილი, ასე ვთქვათ, აგარაკი, სადაც ამ წვეულებების დიდ ნაწილს თავდაპირველად ადრეულ 2000-იანებში იქ აწყობდა 2005 წელს. რის შემდეგაც ის დააკავეს რეალურად რამოდენიმე თვე ჩასვეს ციხეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი кейსი იყო მაშინ ამასთან დაკავშირებით. არაერთი გამოძიება და ასე მეტი საგამოძიებო საქმიანობა ჩატარდა. ზუსტად ციფრი არ მაქვს ხოლმე ნიშნული, მაგრამ ძალიან ბევრი საგამოძიებო საქმე ჩატარდა და იმისთვის რომ ასე ვთქვათ ხალხის ბრაზი შეეკავებინათ, რამდენიმე თვეში მართალია გამოუშვეს, ოღონდ მიუსაჯეს შიდა პატიმრობა. ოღონდ შიდა პატიმრობაც არის და შიდა პატიმრობაც თავისუფლად დასეირნობდა კუნძულზე არა უკაცრავად თვითონ სანაპიროზე არაერთხელ იყო შემჩნეული, მას ჰქონდა გადაფრენა, გადმოფრენის უფლებები, ანუ რეალურად მაინც აგრძელებდა ამ საქმიანობას, იმიტომ რომ რიტუალები უნდა გაგრძელდეს, პედოფილია უნდა გაგრძელდეს, ამ ადამიანის ამ ავადმყოფ კლასს, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ, ერთგვარად გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით რომ უკვე ასე ვთქვათ, აქვს მცდელობა რომ თავი დაიღუპოს და ბოლომდე არ მიყვარს ეს მძიმე სიტყვები, მაგრამ თავი გაიხსნას ბოლომდე სულიერად ასახორციელოდეს და მათ ხო ჭირდებათ გამოკვლევა და ეს ქსელური მუშაობა ახლა ჯეფრი ეპშტეინს კარგად ჰქონდა პიდიდისთან ერთად შემუშავებული და აღმოსავლეთში კიდე სხვები იყვნენ ამის დაკავშირებით სხვა დროს ვისაუბროთ. ხო, ანუ აქ საინტერესო რა არის, ანუ როდესაც ყალიბდება ლოლიტას ექსპრესი, ვინც არ იცით ამას განვარტავ, ლოლიტა ექსპრესი ეს ადგილობრივებმა შეარქვეს, იმიტომ რომ ამ მცირეწლოვანი გოგონები ხშირად იყვნენ შემჩნეულები, აი ამ თვითმფრინავში ასვლაში, ჩასვლაზე, კუნძულზე გადასვლაში, პორტირებაში, გადაყვანაში, ასე ვთქვათ, ამ ახალგაზრდა გოგონების და ყველაფერი იყო ძალიან ნათელი, რაც ხდებოდა იქ. უბრალოდ ბევრმა ადამიანმა ალბათ არ იცოდნენ, რომ ეს მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ ან მოტყუებით წაყვანილები, ან იძულებით წაყვანილები, ან გაყიდულები და აი ამ ლოლიტას ექსპრესი რეალურად ახორციელებდა მას შემდეგ, რაც უკვე ბრალდებული იყო მცირეწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში და საინტერესო რომ მაშინ პოლიტიკურმა ელიტამ ღიად დაიცვა ეს ადამიანი და პირიქით უფრო მეტად მხარში დაუდგნენ. ბევრი მათგანი ასე ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ეპშტეინის გვერდით რჩებოდნენ ისინი, იმიტომ რომ კიდე ერთხელ სქემას უნდა გაიგრძელებინა მუშაობა და ჯეფრი ეპშტეინს კარგად ჰქონდა ეს მასშტაბური როგორც სექსუალური პედოფილური ძალადობის სქემების შემუშავებული სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ახალგაზრდა გოგონების და ბიჭების ტრაფიკინგი, როგორ უნდა მოიზიდათ ეს ყველაფერი და როგორ უნდა შენარჩუნებულიყო კონფიდენციალურობა მსოფლიოს 1%-ის, ანუ ეს ძლიერნი ამ ქვეყნისანის ყველაზე ესეთი ზედა ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად როგორც ახლა აღმოვაჩენთ, აი ეს ნაწილი, რომელიც მან დადიოდა, იყო ყველაზე მეტად გადაგვარებული და პერვერსიებით აღსავსე. უბრალოდ რაღაც ხო არის, რაღაც ხარს რო გადაკვეთავ, ნუ მე უკვე რა ვიცი. ძალიან ძნელდება, რომ ცოტა რაღაც ხერჩება, რაც შეიძლება კიდე გააკეთო. ოკეი. საინტერესო ის არის, რომ ჯეფრი ეპშტეინს ჯიბეში ყავდა, ასე ვთქვათ, ყველა ჩასმული. მაგალითად,
ალექსანდერ აკოსტა, რომელიც იყო თავდაპირველად გამოძიების საქმეში ჩართული, პროკურატურის მიმართულებით მუშაობდა, ადვოკატურაშიც ჰქონდა გამოცდილება და მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში წლები არ მახსოვს 17-18 წლებში იყო თუ არ ვწდები, იმიტომ რომ ეფშტეინი საბოლოოდ დააკავეს 2018-ში, თუმცა აი მაგ წლებში ეს არის ტრამპის პირველად არჩევის შუა წლები, იმიტომ რომ ტრამპმა 17-ში იყარა კენჭი და 18-ში უკვე ადმინისტრაციაში იყო. აი დაახლოებით ხო ეს პერიოდია, როდესაც ეს აკოსტა მთელი ძალით მაგალითად იცავს და ამართლებს. აქედე შემზარავი ადამიანები, რომლებიც აი ამ წვეულებებში მხარს უბავდნენ და ეს უკვე ფაქტობრივად ამაში ეჭვიც ფაქტობრივად არავის აღარ ეკარება. მაგალითად ის იყო ჯეინ ლუკ ბრუნელი, რომელიც თვითონაც ბრალდებული იყო სიცოცხლის ბოლო წლებში 24 წელს დაიღუპა ეკეცი. თვითონაც ბრალდებული იყო გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში. ნუ რა თქმა უნდა, ვინაც წვიდა ხო სამოდელო სააგენტოები. აი ამიტომ მე ვნახულობ ხოლმე ჩემს ნახვებს და ჩემს ნახულთა კატეგორიებს და ვიცი რომ რაღაც გარკვეული ნაწილი არის ახალგაზრდა გოგონების, რომლებიც არიან 18 წლის გარშემო ძალიან ახლოს და ვიცი რომ ბევრი ადამიანი ვინც მიყურებს არის მშობელი. მე მინდა რომ მათ ვთხოვო რომ განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ სამგდელოს და აგენტოებთან, იმიტომ რომ არაერთ შემთხვევა იყო საქართველოშიც დაფიქსირებული და როდესაც ეს სამგდელოს აგენტოები თვითონ რეალურად შეკრულები არიან ტრაფიკინგთან, იმიტომ რომ აი ამ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ესეთი სატანისტური, სადისტური მიდრეკილებები, თუნდაც შეიძლება იყოს კულტიდან გამომდინარე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური მიდრეკილებები. ცდილობენ რომ სწორედ სამოდელოს აგენტოებიდან აარჩიონ მსხვერპლები, იმიტომ რომ სტანდარტების მიხედვითაც უნდა აარჩიონ საკუთარი მსხვერპლები, როგორც ჩანს. მეორე საინტერესო ადამიანი, სხვა შორის სკოლის კატალოგებიდანაც კი ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსწავლეების არჩევა. იმიტომ რომ სკოლის წლიურ კატალოგებს ვინც უშვებდა, წლის ბოლოს ალბომებს, ისინიც კი გარეულნი იყვნენ ამ ამბავში. მოკლედ, დეტალებს რომ ახლა ესე ზუსტად კონკრეტულად რომ აღარ გავყვეთ, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ იმ სქემებიდან იყვნენ გაშიფრულები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ არასრულწლოვანებთან, მაგალითად სახელმწიფო სქემები, სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მაგალითად მოსახლეობას უგზავნებდა მესეჯებს, რომ დაიკარგა ბავშვი, ეს იყო რეალურად მინიშნება სწორედ ამ პედოფილებისთვის, არის ასეთი მოსაზრებაც, ოღონდ ამის დადასტურება საჭიროა, მართალია ჯეფრი ეფშტეინის სქემებთან შეინიშნება ამ ინსტიტუციების კავშირი, თუმცა ამას გადამოწმება ჭირდება, რომ რეალურად სწორედ ისინი აწვდიდნენ აი ამ პედოფილებს ნიშანს, რომ ან მოეკლოთ ის გატაცებული ბავშვები, ან ყოველ შემთხვევაში სიფრთხილე მაინც გამოიჩინეთ და აქვე ვიდეოს ბოლოს მინდა დავაყოლო, რომ საქართველოში 90-იან წლებში უამრავი ადამიანი იყო გაუჩინარებული, რომლის შესახებაც საერთოდ ალი ვერაფერს ვეღარ იგებდა. და ტრაფიკინგი და ეს მოზიდვა პოტენციური მსხვერპლობის ხდებოდა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არა მხოლოდ ხდებოდა ძალიან ბევრი მსხვერპლის მოზიდვა კონტინენტური ევროპიდან, რაც მოკლედ ამის კმამიდა და განსაკუთრებით ეს იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც იყო საკმაოდ მოიკოჭლებდა, ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებით და ბევრი ადამიანის მოზიდვა ხდებოდა არა მხოლოდ კონტინენტური ევროპიდან, არამედ მთელი სამყაროს, მთელი მსოფლიოდან განსაკუთრებით ნაკლებ განვითარებული, ნაკლებ პროგრესული სახელმწიფოებიდან. მე ხარ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რომელ სახელმწიფოს შეიძლება უწოდო პროგრესული, მაგრამ რეალურად ჩვენთვის რომ ყველა საზოგადოებაში, ყველა კულტურაში არის ასეთი მარგინალიზირებული ჯგუფი, რომელსაც აქვს ეს სადისტური მიდრეკილებები, თუმცა ესე შეკრული სქემატური მუშაობა არის უბრალოდ წარმოუდგენელი. მე მინდა რომ უბრალოდ თან ყველაზეა ისრები მიშვერილი, აი არ არის ისე რომ მაგალითად აი მე მინდა უბრალოდ რომ გთხოვოთ ყველას, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, გთხოვოთ რომ გაფრთხილდით ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ, ვის ანიჭერთ საქმეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს შვილებს ვის ანდობთ და მე ხო შვილი არ მყავს და შეიძლება ცოტა ისე გამომდის, რა ქვია, აი რაღაც ჭკუის დამრიგებლურად გამომდის საუბარი, მაგრამ ხო დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მშობელი დიდ ყურადღებას იჩენს, მაგრამ მე პირადად აი ამ ფაილების და ამ ინფორმაციების შემყვრას ერთადერთი აი მთავარი აზრი ასმოდის ხოლმე არის ის, რომ ნუ რასაკვირველია პირველ რიგში ჩვენი სულიერი სიძლიერის შენარჩუნება და მე მინდა რომ
ყველას უსურვო სულიერი გამძლეობა, ღმერთმა ყველა გაგვეძლიეროს და მინდა გთხოვოთ მშობლებს, რომ გაფრთხილდით 1000 ჯერ და 10000 ჯერ გაფრთხილდით, ვის ადობთ თქვენი შვილების უსაფრთხოებას.